მე ვარ ქეთი, ქურსუა, კირკე აქსესორიზის დამფუძნებელი. კირკე გახდათ კოლხი ქალღმერთი მედიას მამიდან, ამიტომ ჩემთვის იყო სიმბოლური ამ სახელის არჩევა, ვინაიდან კირკე არის ძლიერი ქალის სიმბოლო. კირკე, რომელიც ცხოვრობდა მარტო კუნძულზე განმარტოებით, იყო თავის ლიდერი, მართველი, არავის არ ემორჩილებოდა და აქედან გამომდინარე ავირჩიეთ სახელად კირკე, ვინაიდან მიუძღვენით ბრენდი ძლიერ ქალებს, რომლებიც არიან თავისუფლები და იბრძვიან თავის დამკვიდრებისთვის ამ სამყაროში. კირკე მხოლოდ ეტიმოლოგიურად არ აგვირჩევია ამ ბრენდისთვის, ანუ ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რომ ჩვენს აქსესუარებში გამოვიყენოთ თვითონ კირკეს როგორც ქალღმერთის იდენტობა და რამოდენიმე ყალსახვევი მიუძღვენით კიდევაც კირკეს. შესაბამისად ეს სახელი თვითონ არის იმდენად მრავალფეროვანი და მთელ მსოფლიოში ცნობილი როგორც ცირცე და არა კირკე, გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რომ კირკე იყო კოლხი წარმომავლობის ქალღმერთი, ძლიერი ქალი, რომელიც თავის ისტორიას დაწერს და მოყვება და გვინდოდა რომ ეს ყველას ცოდნოდა. კონკურენცია ამ სფეროში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა ჩვენი ბრენდის სლოგანი გახლავთ ატარე შენი ამბავი, არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ ამბავი, რომელიც თქვენს უნიკალურ ისტორიას მოყვება. შესაბამისად, ჩვენს აქსესუარებში არის გაცოცხლებული ისეთი პატარ-პატარა ამბები, რომელიც არ არის ასე თუ ისე მასიურად ცნობილი და შესაბამისად გვინდოდა რომ ის ემოცია, რომელიც გადმოვეცით ამ აქსესუარებში, მიგვეტანა ადამიანის გულებამდე. ყელსახვევებზე არის გაცოცხლებული სხვადასხვა ამბები, ჩვენ მოგიყვებით ამბებს აქსესუარების სახით, რომლებმაც შექმნეს ესე რომ ვთქვათ საინტერესო ეპოქა, თუნდაც ადამიანებმა, ვინც არის გამოსახული ჩვენს ყელსახვევებზე. რამოდენიმე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, ჩვენ გავაკეთეთ ყელსახვევი სერგო ფარაჯანოვის ბროწეულის ფერი, რომელზეც გამოსახეთ ბროწეულები და დავარქვით ყელსახვევს ბროწეულის ფერი. ერთ-ერთი პოპულარული ყელსახვევი გახლავთ ჩვენი. ასევე კირკეს თემატიკას რაც შეეხება, ავირჩიეთ ყელსახვევი კირკე ლომით, ვინაიდან კირკე კუნძულზე მარტო ცხოვრობდა ლომებთან ერთად, გამოსახეთ ქალი, რომელსაც აქვს კოლხური სამშვენისი და ლომთან ერთად დგას სანაპიროზე, სხვათა შორის კოლხეთის სანაპიროზე, სწორედ ესეთი ჩანაფიქრი ჰქონდა და თავის ერთადერთ სიყვარულს ოდისევს ელოდება. მე გახლავართ ზაქარია ზალიკაშვილი, კომპანია სტრომბოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მოდი დავიწყოთ რა არის ბრენდი და რითი განსხვავდება იგი სავაჭრო ნიშნისგან. ბრენდი არის ის ემოციური დამოკიდებულება და მიმღეობა მომხმარებლისგან, რაც უკავშირდება კონკრეტულ სავაჭრო ნიშანს და კონკრეტულ პროდუქტს. ბრენდბუკიც შედგება რამდენიმე თავისგან და ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ეთმობა ზუსტად იმ ემოციურ ღირებულებებს კავშირებს, რაც მომავალში უნდა ამ პროდუქტს ან სავაჭრო ნიშანს ჩამოუყალიბდეს მომხმარებლის ცნობიერებაში. ამიტომ ბრენდბუკის თუ მეკითხებით მინიმალურ შემადგენლობას, აუცილებელი არის გავითვალისწინოთ, გვინდა ჩვენ ბრენდი შევქმნათ თუ უბრალოდ გვინდა კარგად ცნობადი სავაჭრო ნიშანი. აქვე ვიტყვი საქართველოს ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანია ოპერირებს წარმატებულად, რომელსაც თავიდანვე არ ქონია პრეტენზია ყოფილიყო ბრენდი. მაგრამ ისინი კარგად ცნობადი სავაჭრო ნიშნების მფლობელები არიან, მათი პროდუქცია კარგად ნაცნობი არის და მომხმარებელი მათ წარმატებით ყიდულობს და მოიხმარს. ამიტომ დასაწყისში სტარტაპერმა თავისთვის უნდა განსაზღვროს, უნდა მას მომავალში შექმნას ბრენდი, თუ უნდა იყოს კარგად ნაცნობი სავაჭრო ნიშანი. ამ შემთხვევაში თუ მეორე კითხვას გასცემს პასუხს, მინიმალური შემადგენლობა ეს ეგრეთ წოდებული ვიზუალ გაიდი არის, რომელშიც აუცილებელია რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი იყოს ზუსტად აღწერილი და ახასიათებული, ეს არის ლოგოტიპი, სლოგანი, მისი შეფუთვა და ასე შემდეგ, რომელსაც მუდმივად ჩახედავს და ესე ვთქვათ იხელმძღვანელებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ესენი უნდა იყოს ყველა რეგისტრირებული ლოგოტიპი და სლოგანი, რადგან არ მოხდეს მისი კოპირება მომავალში. ყელსახვევებს რაც შეეხება, სადაც ჩვენ კირკეს იდენტობას გავუსვით ხაზი, ეს გახლავთ კირკეს ბაღის ყვავილები. ყველა მითოლოგიური ყვავილი შევკრიბეთ ერთად ყელსახვევზე და ასევე მოლი, ჯადოსნური ყვავილი, რითაც კირკე ადამიანებს ღმერთებად და ღმერთებს ადამიანებად აქცევს. და ესეც ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ყელსახვევი გახლავთ. ანუ
ესეთი პატარა უნიკალური ამბები, რომელიც მასიურად არ არის ცნობილი, არის ჩვენს მიერ შექმნილი საავტორო დიზაინით, რომელიც გვინდოდა რომ იგვეტანა მომხმარებლამდე და გადმოგვეცა საინტერესო ამბავი. კირკე გახდათ ერთ-ერთი პირველი მოწინავე ქართული სტარტაპი, ბრენდი, რომელმაც აფხაზეთის თემატიკა, ესე რომ თქვა, აქტიურად გააცოცხლა აქსესუარებში. მე თავად გახლავართ სოხუმიდან. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ გასახოსო მუშაობა. ძალიან დიდხანს ვიფიქრეთ ჩემო უღლესთან ერთად, როგორ შეიძლება სწორად გაგვეცოცხლებინა ყელსახოვზე აფხაზური თემა და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პირველი ჩვენი ყელსახოვი გახდათ აფხაზური მიმოზა. ყველაზე ლამაზად სწორედ აფხაზეთში ყვავის მიმოზები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეუძლიათ ძალიან საინტერესოდ გადმოვიტანეთ. ასევე ყელსახოვზე გავაცოცხლეთ სოხუმი სახოვი და შარფს დავარქვით ესეთი სახელი გზავნილი სოხუმიდან. ეს არის გზავნილი სოხუმიდან, მათთვის ვისაც ენატრება აფხაზეთი და ყელსახოვზე გადავიტანეთ სოხუმის ცნობილი საათი, რომელიც დღესაც მუშაობს ქალაქ სოხუმში, სოხუმის ცნობილი სანაპირო და გემი, რომელიც სოხუმიდან გადის. ეს არის ძალიან ნოსტალგიური იმ ადამიანებისთვის, ვისაც ენატრება აფხაზეთი და დღეს ვერ ახერხებს დაბრუნებას. ასევე აფხაზეთს მეუძღვენი ამრა გახდათ ცნობილი ადგილი სოხუმში, სადაც იკრიბებოდნენ საზოგადო მოღვაწეები და ფაზილ ისკანდერი, პოეტი და მწერალი ძალიან ბევრ ნაწარმოებში მოიხსენიებს ამრას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს. ჩვენი ძირითადად ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ სტორიტელინგი, ანუ პატარა ამბების მოყოლა. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ განსხვავებული ფორმატით წარმოგვეჩინა ჩვენი ისტორიები ჩვენ შარფებზე. ჩვენ ვარჩევთ სპეციალურად ადგილებს, სადაც მივდივართ. გავშლეთ ჩვენს ყელსახოვს და ყვებით ამბებს. ჩვენი ყელსახოვების შესახებ იმ პატარა ისტორიას, რაც გადმოვეცით ამ ყელსახოვს. მართალია აფხაზეთში ვერ წავედით და ვერ გადავიღეთ, თუმცა მომავალში გვინდა რომ გადავიღოთ. პროცესში თავისთავად ჩართული ვართ მხოლოდ ორი ადამიანი, მე და ჩემი მეუღლე. ჩვენი თანაავტორობით ხდება ყველა ყელსახოვის შექმნა, დიზაინის კონცეფციაზე საკმაოდ დიდხანს ვმუშაობთ. ეს არ არის ესეთი მარტივი, რომ უცებ შევქმნათ, იმიტომ რომ კონცეფციის მოფიქრება არის საკმაოდ რთული. ერთად ვამუშავებთ, ერთად მივდივართ საინტერესო იდეამდე, შემდეგ ვფიქრობთ, როგორ შეიძლება აქსესუარში ამ ამბის მოყოლა და გასოცხლება, ისე რომ მივიტანოთ სწორად ადამიანის გულებამდე და შემდეგ უკვე ჩვენი ყელსახოვს ვაწყობთ, ვხატავთ და შემდეგ უკვე მზა-მასალის სახით იგზავნება სტამბაში და უკვე სტამბაშივე ხდება ამ ყელსახოვზე ამ ინფორმაციის გადატანა და ბეჭდა. ყველაზე კარგად ქართული ანდაზა გპასუხობს, ხო? თუ საერთაშორისო საქმე შენმა წარმოგაჩინოს, შეიძლება რა სახელიც გინდა დაირქვი. ოღონდ და როგორი, ასე ვთქვათ, სხარტიც არ უნდა იყოს, თუ შენი საქმიანობა არ არის, ასე ვთქვათ, შეთავსებული იმ ღირებულებებთან, კავშირებთან, რაც უკვე წინასწარ ქონდა განსაზღვრული, მაშინ დიდი აცდენა გექნება. მოლოდინებთან, რა თქმა უნდა, რა უნდა იყოს მომხმარებლის გონებაში და ცნობიერში მომავალში დალექილი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდანვე განსაზღვრო ეს ემოციური კავშირები, რასაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ვეძახით ბრენდს და ბრენდინგის პროცესს დასაწყისშივე და მკაცრად მისდიო მას, მის განვითარებას, დალექვის პროცესს. ძალიან ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, როდესაც ხშირად ამობენ ხოლმე ქმნიან ახალ სავაჭრო ნიშანს, ხო, სტარტაპერები, ასე ვთქვათ, და ამობენ ჩვენ ახალი ბრენდი შემოვიყვანეთ ბაზარზე. პროფესიონალებისთვის ეს ცოტა ღიმილს იწვევს, იმიტომ რომ შესდგება თუ არა ბრენდად, ეს მომავალი გვანახებს, მაგრამ ბაზარზე შემოვიყვანე რაღაცა პროდუქტი ახალი სავაჭრო ნიშნით, ეს არის სწორად ნათქვამი. ამიტომ ეს როგორც ადამიანთან ურთიერთობაში, ბრენდ და ჩვენ გვიჩნდება ემოციური, ასე ვთქვათ, კავშირები და აღქმა, ადამიანი არის სანდო, იუმორის გრძნობა აქვს, არასანდოა, აქტიურია, დინჯია, ხო, ეს ყველაფერი ჩვენ გვიჩნდება გარკვეული ურთიერთობების მიერ. ბრენდიც ესე არის, უნდა გავიდეს დიდი დრო, წლები და ჩამოგვყალიბდეს ეს დამოკიდებულება და კავშირები. ამიტომ რა კავშირები გვინდა ემოციური კონდეს ჩვენ პროდუქტთან და სერვისთან, ეს უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული და ესეც ბრენდბუკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ეს სიტყვები რამდენიმე ათეული შეიძლება იყოს განსაზღვრებაში, ну თქვათ, რა ვიცი, 10, 20, 30 სიტყვა, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს. ასევე მნიშვნელოვანია რა არქეტიპებთან და ასოცირდებოდეს, ესეც გვეხმარება, ხდება. არის კიდე ესეთი პროცესი ბრენდის პერსონიფიცირება, წარმოიდგინე როგორც ადამიანი, გარკვეული თვისებებით და ეს იყოს შენი, ასე ვთქვათ, მოდელი, როგორი თვისებების მატარებელი უნდა იყოს მომავალში შენი ბრენდი.
ზირთადად ან როდესაც უკვე ყელსახვევი მოდის, შემდეგ უკვე ჩვენ როგორც მოგახსენეთ ვარჩევთ ადგილებს, სადაც შეიძლება გადავიღოთ, აი თქვა ბათუმის ყელსახვევი გადავიღეთ ბათუმის პარკში და ვყვებით სხვადასხვა ისტორიებს თვითონ ამ ყელსახვევის გარშემო. გვაქვს რამდენიმე საინტერესო ამბავი, რომელსაც გადავიღებთ და გავაკეთებთ და სტორითელინგი, როგორც ესეთი პირველად ჩვენმა ბრენდმა დანერგა და გადაწყვეტა, რომ მოეყოლა ესე შარფის ისტორიები. ანუ ჯერჯერობით ესე შარფის ისტორია კონკრეტულად არც ერთ ბრენდს არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ატარეშენი ამბავი ამართლებს ჩვენი ბრენდის სახელს, იმიტომ რომ ჩვენ ყელსახვევებში არ არის მხოლოდ უბრალოდ ნახატები, არამედ ამბები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რომელსაც ვცდილობთ, რომ სწორად მივიტანოთ მომხმარებლამდე. ჩვენ თანამშრომლობთ ქართულ სტამბასთან და ვიყენებთ რა თქმა უნდა უმაღლესი ხარისხის მასალას, ეს არის მაღალი ხარისხის ხელოვნური აბრეშუმი, პოლიესტერნარევი აბრეშუმი, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად აღნიშნული პროდუქცია გამოირჩევა ძალიან ესეთი სასიამოვნო ტექსტურით, ძალიან აზი ტექსტურით. გვაქვს ასევე ბრენდირებული შეფუთვა, ყველა ყელსახვევს მოყვება ბრენდირებული ჩანთა, საინფორმაციო ბარათი, სადაც მოთხრობილია ორ ენაზე ყელსახვევის ისტორია და ასევე მისალოცი ბარათი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენი შეკვეთა მივიდეს მომხმარებლამდე კარგად შეფუთული, რომ მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. ყველაზე მთავარი ეს არის. ჩვენი პირველი ნამუშევარი გახდა დაფხაზური მიმოზა და მე მახსოვს, როდესაც პირველად გაიყიდა ჩვენი ყელსახვევი, ჩვენ მოუღლეს რეაქცია, ესე რომ თქვა ძალიან გაგვეხარდა. იმიტომ რომ ეს თემატიკა გახდათ ის თემატიკა, რომელიც ესე რომ თქვა ძალიან წყუროდა მომხმარებელს და მისთვის იყო ძალიან მისაღები და საინტერესო. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ისტორიები, რომელიც აცოცხლებს საინტერესო და ნოსტალგიურ ამბებს, არის ძალიან საინტერესო კონცეფცია. მომხმარებელი მუდმივად ველოდება სიახლეს, მუდმივად გთხოვენ ხოლმე, რომ აი შემდეგი ისტორია რა იქნება, შემდეგი ისტორიას რას მოგვეყვებით საინტერესოს და მუდმივად ვცდილობთ, რომ პატარა ესეთი კვლევა ვაწარმოოთ. ხოლმე ჩვენთვის, მე და ჩემმა მეუღლემ, როგორი ყელსახვევი მოეწონება მომხმარებელს, რომელი თემა გავაცოცხლოთ და რამოდენიმე თვით ადრე ვიწყებთ ხოლმე მუშაობას, ერთად ვამუშავებთ სხვადასხვა ვარიანტებს, როგორ შეიძლება სწორად გადმოვცეთ ამბავი, რამდენად საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის. ბრენდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მუდმივად განაახლოს კოლექციები, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ბაზარზე არის საკმაოდ დიდი კონკურენცია და მუდმივად უნდა გქონდეთ ახალი პროდუქცია, ახალი საინტერესო კონცეფცია, რომ რაც შეიძლება მეტად მიიზიდოთ მომხმარებელი. ასევე პროდუქცია უნდა იყოს საინტერესო ტურისტისთვისაც, რომელიც ჩამოდის საქართველოში და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენგან წაიღოს საინტერესო ამბავი, აქსესუარის სახით და შემდეგ თუნდაც თავის ქვეყანას გააცნოს ჩვენი ქვეყანა ამ პატარა აქსესუარით, რომ ნახეთ, აი მე საქართველოდან ქართული ამბანი ჩამოვიტანე და ნახეთ რა ლამაზად არის გადმოცემული. ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა იმ უკავშირს, რომელსაც გწერს მომხმარებელი, თავისთავად ვითვალისწინებთ, ეს კარგი იქნება, შენიშვნის სახით იქნება მოცემული თუ ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალი. ისე და ისევ რა მიზანი აქვს, თუ უნდა მას შექმნას ძლიერი ბრენდი, მას გარკვეული ხარჯების გაღება მოუწევს, იმიტომ რომ სადღაც ეს მესიჯები უნდა იყოს მიტანილი მომხმარებლამდე და ემოციურად დალექილი, ხო, რომ შემდგომში აღიქვავდნენ და სურვილი ქონდეს მისი პროდუქტის ან სერვისის ყიდვა სუფთა ემოციური კავშირის გამო. იქიდან გამომდინარე, რა სერვისს ქმნის და რა პროდუქტს ქმნის, ხო, ბიუჯეტის იქიდან გამომდინარე დგება დასაწყისში. რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური არის ორიგინალური ღონისძიებების, ორიგინალური იდეით გადაწყვეტილი კამპანიები. ამის ძალიან კაი პროდუქტია ჩვენი დამკვეთი იყო, როდესაც ამიერკავკასიის ბაზარზე შემოდიოდა ერთ-ერთი ენერგეტიკული სასმელი. სოფლიოში ლიდერი არის და ჩემ გაოცებას იწვევდა, როდესაც ჩაუღმავდი მის კამპანიას, რამდენად ორიგინალური მარტივი იდეებით ქონდა მიღწეული ის იმიჯი, რასაც მიაღწია და სულაც არ გულისხმობდა ის დიდ დანახარჯებს დასაწყისშივე. რა თქმა უნდა, ის გლობალური ბრენდი არის, მაგრამ აქ მიგნება იყო ზუსტად ორიგინალური იდეების პრომოუშენით და ასე ვთქვათ, წარდგენით მომხმარებლის წინაშე და ამან მოუპოვა მას საყოველთაო პოპულარობაც და ასე ვთქვათ, ლოიალობაც.
ჩვენ რამოდენიმე მაღაზიაში გვაქვს ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი ტურისტულ ზონაში, სადაც მომხმარებელს აქვს საშუალება რომ გაიცნოს ჩვენს პროდუქციას, ასევე ონლაინ და მინდა ხაზი გავუსვა რომ ტურისტულ ზონებში ხშირად ვიღებთ ხოლმე სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას და ხშირად გვაქვს ხოლმე კარგი უკავშირი, გვაქვს QR კოდი, რომელსაც ასკანერებს უცხოელი მომხმარებელი, შემდეგ ის უზიარებს სხვას და ასე შემდეგ. ჩვენ გვქონდა კიდეც რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ტურისტმა ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შეიძინა ჩვენი ხელსახვევი და საკმაოდ კმაყოფილიც დარჩა. თუმცა იმიც გამოვთქვამთ, რომ კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდება ჩვენი ბრენდი, მოგცემს ჩვენი ნამუშევრები ამ შესაძლებლობას, რომ უფრო ფართო მასებს და აუდიტორიას გავაცნოთ. რა თქმა უნდა, არის ხელსახვევები, რომელიც უფრო შეიძლება ნაკლებად იყიდებოდეს, უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობდეს, ვიდრე სხვა რომელიმე ხელსახვევი. ხო, თემატიკის თვალსაზრისით შეიძლება ზოგი უფრო პოპულარული იყოს, ზოგი უფრო ნაკლებად პოპულარული. ჩვენ ჯერ ერთი წლის ბრენდიც არ ვართ. ამიტომ ვცდილობთ, რომ ისეთი კონცეფციები ვიფიქროთ, რომელიც სწორად მივა მომხმარებლის გულამდე, თუმცა ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ უთქვამთ, რომ აი ესეთი ფერი უფრო მოეწონებოდათ, ან სხვანაირი წარწერა უფრო მოეწონებოდათ, ან ვიღაცისთვის უფრო არ იყო ხელსახვევი ხელმისაწვდომი, მაგრამ მთავარია ყოველთვის ვეუბნებით, რომ ეს არის საავტორო დიზაინით შექმნილი, რომელსაც ჭირდება ძალიან ბევრი შრომა და არ გვინდა რომ მომხმარებელს გული დავწყვეტოთ, რადგან ვერ შეძლო იმ კონკრეტულ მომენტში ამ ნივთი შეძ. კირკეს მომავალში ვხედავ, რა თქმა უნდა, რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი ბრენდი, რა თქმა უნდა, ეცდება მაქსიმალურად რომ გაფართოვდეს, თუნდაც ის რომ ფიზიკური მაღაზია გქონდეს და წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ ონლაინ სახით, არამედ ფიზიკური მაღაზიის სახითაც. ასევე ვეცდებით რომ მოვიპოვოთ საქართველოს მასშტაბით მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში, რომელიც მოგცემს საშუალებას რომ გქონდეს ჩვენი საბეჭდი პრინტერი და შევძლოთ ხელსახვევების დაბაჯვა. ვინაიდან ძალიან ჩქარჩქარა ვანახლებთ ხოლმე კოლექციებს და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხაზი მინდა ასევე გაუსვა ჩვენს ვებგვერდს, რომელიც ჩემი მეუღლის მიერ არის შექმნილი და რომელიც სხვათა შორის კარგად მუშაობს საკმაოდ. ვებგვერდზე მომხმარებელს აქვს საშუალება affiliate პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა და აგროვოს ქულები. ვებგვერდზე არის წარმოდგენილი სრულად ჩვენი კოლექციები, ასევე როდესაც ვაკეთებთ ფასდაკლებებს, მომხმარებელს აქვს საშუალება ნახოს ფასდაკლებული პროდუქციაც და ვფიქრობ, რომ ონლაინ პლატფორმაც შეგვიწყობს ხელს ამაში მაქსიმალურად. ნებისმიერი სტარტაპი თუ ჩვენ ლაპარაკობთ გააზრებულ, ასე ვთქვათ, ბიზნეს სტარტაპზე, ქმნის თავის ბიზნეს გეგმას. ყველა ბიზნეს გეგმა მეტწილად იწერება ორწლიან აქტივობაზე. საკომუნიკაციო გეგმაც, მარკეტინგული გეგმაც არის პირველ 2 წელზე გათვლილი. შესაბამისი ზრდა ამ კომპანიის ამ 2 წელიწადზე არის ჩადებული ზუსტად ამ ბიზნეს გეგმაში. რამდენადაც მაღალ კონკურენტულ გარემოში შედის, ხო, სტარტაპი, ასე ვთქვათ, თავისი პროდუქციით თუ სერვისით, მით უფრო ზრდის ტემპები, ხო, ასე ვთქვათ, ნელი არის, მოდი ასე ვთქვათ. თუ ინოვაციური პროდუქტის ფლობელი არის და სერვისის ფლობელი არის, რა თქმა უნდა, მისი ზრდის ტემპი და ზრდის, ასე ვთქვათ, სკეილინგს, რასაც ეძახიან, უფრო მაღალი არის და იქიდან გამომდინარე, როდის გაჯერდება მისი ზრდის ტემპი და როდის იქნება ახალი ესა გადასახედი გეგმა, ან ახალი პროდუქტის შემოსატანი, ან პროდუქტის სახეობა შესაძლებელი თუ სერვისის, ეს უკვე მაგას დრო აჩვენებს სტარტაპერს. მაგრამ რაც თავარია, ყველა ეს ფაქტორი დასაწყისშივე უნდა იყოს ბაზარი კარგად შესწავლილი, პროდუქტის ფუნქციები სწორად განსაზღვრული და შესაბამისად ბაზარზე სწორად წარდგენილი. შემდგომ უკვე ეს, როდესაც შესაბამისობაში ბაზრის, ასე ვთქვათ, კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს შეუფარდებთ, მიიღებთ უკვე ზრდის იმ ტემპს, რაც თქვენი კომპანიისთვის სასურველი უნდა იყოს. თავარი არის, რა თქმა უნდა, იდეა, რომელიც გებადებათ, რომელზეც იფიქრებთ, არასდროს არ უნდა ჩაახშოთ საკუთარ თავში და არასდროს არ უნდა შეგეშინდეთ იმის, რომ ვიღაცან დაგცინებთ, ან თქვენზე რაღაცა ცუდად იტყვის, ან ეს არ გამოგივათ, იმიტომ რომ ყოველთვის მცდელობა ღირს და თუ გადადგამთ პირველ ნაბიჯს, მერე უკვე დაინახავთ ღირს თუ არა ამ იდეის განხორციელება. ყველაფერი იწყება იდეიდან, ჩვენი იდეაც სწორედ ესე დაიწყო კირკეს იდეა, როდესაც მშობლება ავიღე და წავედი ზღვის სანაპიროზე ქობულეთში და ეს დაიბადა კირკე, როდესაც მე გამიჩნდა ეს იდეა თუ როგორ ცხოვრობდა კირკე მარტო კოლხეთში სანაპიროს. და ვფიქრობ, რომ სტარტაპერებისთვისაც, ვისაც უნდა რომ მომავალში რაღაც გააკეთოს, გამოწვევებს არ უნდა შეუშინდეს. თავარი ეს არის.